ეს არის გადაცემა გარემო და ჩვენ და მის წამყვანები თათია შედეგაური და ლაშა ჩხარტიშვილი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ეკოციდი. ასეთი ხმამაღალი სიტყვა იხმარა ჩვენმა სტუმარმა, გამოიყენა მან ეს სიტყვა, ჩვენს გამოგვიყენებია ეს სიტყვა და ეს არ არის გადამეტება ჩემი შეფასებითაც იქიდან გამომდინარე, რომ გარდა გენოციდის სხვა ფორმებისა და სხვა ნაირსახეობებისა, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ ხორციელდება საქართველოში, ქართველებისა და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, სახეზეა ღიად დეკლარირებული, დაუმალავი, დაუფარავი უკვე კანონმდებლობაში გამაგრებული და გაწერილი ეკოციდის გამოცხადებული ეკოციდის ქრონიკა გარკვეული საფასურის ფულის წინასვლით, რაც ამ შემთხვევაში გამოიხადა გარემოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ გაჩეხოთ ნებისმიერი დღე, თუნდაც უთხოვარის, თუნდაც სხვა უნიკალური ხეების, თუნდაც რელიქტური ფიჭვისა თუ ასლოვანი მუხების დაწვათ ეს დღე, მოწამლოთ მდინარე, დააბინძუროთ გარემო რადიოაქტიური ნარჩენებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, თუნდაც რუსთაველის გამზირზე მოაწყოთ ესეთი ნარჩენების საწყობი თუ ნაგავსაყრელი, პრობლემას არაფერი აღარ წარმოადგენს, თუ გაქვს ფული, შეგიძლია მოწამლო, მოკლა ბუნება და ადამიანი. ეს არის ის კანონის არსი, რომელიც ეხლა სულ რაღაც 2 კვირის წინ მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რა თქმა უნდა მას ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილმა, ამაში ეჭვი არავისაც არ ეპარებოდა, ვინაიდან საქართველოში ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს, მათ შორის პარლამენტის განწყობილებას და მხოლოდ ფორმალურად ხდება შემდეგ მათი ცვლილება. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარზე და თემატიკაზე გესაუბრებათ უკვე კაპიტანი თათია. მოგესალმებით, მივესალმები პირველ რიგში მაყურებელს, შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის საშუალებით www.obyektivi.net, ასევე დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 2388 105. დღევანდელი ჩვენი გადაცემა პრინციპში ლაში დამეთანხმები რაღაცა მიმოხილვა იქნება იმ ყველა თემის, რაზეც ვისაუბრეთ და ასევე იმ თავარ თემაზე, რომელიც ბატონმა გიორგი გაჩიჩილაძემ დაიწყო მწვანეთა პარტიის ლიდერმა. მოგესალმებით ბატონ გიორგი და აი ზუსტად პირველი დავიწყოთ ეკოციდზე, რომელიც დაიწყეთ თქვენ საერთაშორისო კამპანია ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს ძალიან ფართო მსმენელს. მაყურებელს რა თქმა უნდა. პირველ რიგში მინდა ერთი რამ განვაცხადო. ესე იგი, რაც ეს ვარდების რევოლუცია მოხდა, არსებულმა ხელისუფლებამ რატოღაც აიღო კურსი, ასე ვთქვათ, ამ ჩვენი უნიკალური ბუნების ეტაპობრივი განადგურების. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ პირველი რაც გააკეთეს ამათმა, საერთოდ გააუქმეს საგადასახადო კოდექსიდან გარემოს დაბინძურების გადასახად. სხვათა შორის ესეც მაშინ საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკური მექანიზმები გარემოს მართვისა. და თელ დედამიწის ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ თქვენ რომ ესეთი რამ არ მოქმედებდეს. შემდეგ იცით თქვენ თელი ეპოპეა იყო გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნებასთან დაკავშირებით, გაანადგურეს გარემოს დაცვის სამინისტრო, თუმცა იურიდიულად შესაძლებელი გახდა მისი შენარჩუნება, მაგრამ უფუნქციოდ აბსოლუტურად ზიან პენსიასავით იღებენ ხელფას, რომ ურეკავთ და რაღაცებს თხოვთ ასე ვთქვათ, რომ ჩაერიათ, გვეუბნებიან არაფერი ფუნქცია არ აქვს. ქვია გარემოს დაცვის სამინისტრო. მაგრამ აი ყველა საზღვარს შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელ ყველა საზღვარს გადააჭარბა ამ ერთი თვის განმავლობაში იმ კასკადმა ცვლილებებისა, რომელიც ამათმა გააკეთეს. წარმოუდგენელი იცით რატო არის, იმიტომ რომ ჯანმრთელ ადამიანს თავში ესეთი რამე არ შეიძლება რომ მოუვიდეს. აი პირველი ლაშას კარგად ახსოვს, პირველი რაც გააკეთეს, ითი დაიწყო ეს პროცესი, მათ აიღეს და კანონში წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ შეიტანეს ცვლილებები, პარალელურად შეიტანეს ცხოველთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რითაც დაუჯერებელი რამე გააკეთეს. წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებზე და ფრინველებზე დაუშვეს ნადირობა. ჩვენ რომ ამას ეხლა მოსახლეობამ კი იცის, მაგრამ მე მაინც განმარტავ, რას ნიშნავს ეს, ძალიან მოკლედ, ეს ნიშნავს გადაშენების პირას მისულ ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობის დაშვებას, იმიტომ რომ წითელ წიგნში და წითელ ნუსხაში შედის ის ცხოველები და ის ფრინველები, რომელიც არიან გადაშენების პირას, ანუ იმიტომ შეყავთ იქ, რომ უნდა დაიცვა და არავინ არ მოკლას. ამათმა დაუშვეს ნადირობა და პარალელურად მიაყოლეს ისიც, რომ დაცული ტერიტორიები, ანუ დაცული ტერიტორიებიც იმიტომ ქვია ოფიციალურად გამოცხადდა, ის დაცული უნდა იყოს. იქ დაუშვეს ნადირობა კიდე.
სრული სიგიჟე, აი სრული არანორმალური ამბავი არის, იმიტომ რომ ჩვენ დასავლელ მეგობრებს რომ ვეუბნებით ხოლმე ესეთ რაღაცებს, რა, აი ბოლო კონტაქტები რო გქონდა ამასთან დაკავშირებით. ნუ არ ჯერათ, იცით, იმიტომ რომ ახლა დაუჯერებელია მართლა რა. შეუძლებელია მის დაჯერება, ხო? მაგრამ ნუ ღმერთო ჩემო, ესე იგი ამის შემდეგ ხო საერთოდ მიაყოლეს და მიაყოლეს ეს ნუსხაზე რომ შევჩერდეთ, თქვენ თქვით რომ დაუჯერებელიაო. მართლაც მოხდა ესეთი ფაქტი, თქვენს გეცოდინებათ რა თქმა უნდა, ლას-ვეგასში ტურისტულ გამოფენაზე ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ გააკეთა რეკლამირება წითალნუსხაში შეტანილი ცხოველებზე ნადირობის, ასე ვთქვათ, უფლების და ლიცენზიების გაყიდვის შესაძლებლობისა საქართველოში და ამას მოყვა საერთაშორისო კამპანია გარემოსდამცველებისა ამერიკელებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ჩვენ ცხოველთა სამყაროს და ის ფირმაც ვიცი, რაღაცა აღარ მახსოვს სახელი და მეპატრონეც ვიცი ვინც არის. კონკორდ ტრეველი ერთ-ერთი ფირმა და მეორე კომპანია იყო საფარი ქვია რაღაცა. ხო, ნუ მაგათ ჩვენ მაგათ მეპატრონეებს მივხედავთ ალბათ ერთად, იმიტომ რომ როგორც მაგათ უნდათ, ესე იგი რომ საკუთარი ჯიბების გასქელებისათვის ამოწყვიტონ თუ რამეა დარჩენილი საქართველოში, ამის საშუალებას ალბათ არ მივცემთ. მაგრამ მე მინდა გავაგრძელო, მეორე კანონი რაც იყო, ესე იგი გამოუგნებელი, აგრეთვე ეს გახდათ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის ძველი კანონის გაუქმება და ახალი კანონის მიღება. ის ძველი კანონი 1998 წლის კანონი და საერთოდ მთელი კანონმდებლობა, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოში გარემოსდაცვაში მოქმედებდა, არის ჩვენი გაკეთებული წვენთა პარტიის, ჩვენ რო პარლამენტში ვიყავით, 7 წელი მოვანდომეთ ამ კანონების შექმნას, ამიტომ ზეპირად ვიცი მე ეს კანონმდებლობა. და ის კონსტიტუციაში ჩაწერილი ეკოლოგიური მუხლები 27 თავში რო არის, არა? ისიც ფაქტობრივად ჩემი ხელით არის დაწერილი და ამიტომ ვერავინ მე ვერ მასწავლის და ვერავინ ვერ მომატყუებს, ასე ვთქვათ, როგორც ცდილობს ზოგიერთი მინისტრი, რომ ხალხს ნაცარი შეაყაროს თვალში და თითქოს არაფერი არ ხდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ძველი კანონით 98 წლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოში აკრძალული იყო ატომური სადგურების მშენებლობა. ამავე დროს აკრძალული იყო რადიოაქტიული ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირი კონტაქტი საქართველოს აკრძალული ჰქონდა რადიოაქტიურ ნარჩენებთან. გარდა ამისა, პირდაპირ ეწერა, რომ საქართველოში და ეს იყო საერთაშორისო მოთხოვნა, აკრძალული იყო ბირთვული იარაღის, აი დაუპირდით, ბირთვული იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი, იმპორტი, გამოცდა და კვლევა და ასე და შეშეთ. კანონით რა უნდა ამ ახალი კანონით დაუშვეს ატომური სადგურების მშენებლობა. იეშმაკეს ჩაწერეს, რომ ვითომ ესე რადიოაქტიული ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი აკრძალულია, მაგრამ ვითომ გამორჩა სიტყვა რეექსპორტი. ანუ რეექსპორტი დაუშვეს ფაქტიურად, რაც იგივე იმპორტ-ექსპორტის ერთ-ერთი სახეობაა, მოგეხსენებათ. მაგრამ ყველაზე ესე გასაოცარი და ესე იგი მე აქამდე როგორ დუმს, ასე ვთქვათ, მაგატე ან საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს აი ამ კანონიდან გაქრა საერთოდ ბირთვული იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების იმპორტ, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ესე იგი აკრძალვა. წარმოგიდგენიათ თქვენ? ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ აგერ ირანთან დაკავშირებით რა ხდება, აგერ რუსეთს სავსე აქვს ნარჩენები და ასე ვთქვათ მასალები, აგერ ასე ვთქვათ ტერორისტული ჯგუფებით არის მოფენილი ჩვენი მიმდებარე ტერიტორიები, რომელიც აი ესე ყველა ფულს გადაიხდიან იმისაც, რომ ტექნოლოგიები ჩაიგდონ ხელში და რადიოაქტიული ნარჩენები ჩაიგდონ, ბინძური ბომბები აკეთონ და ასე შემდეგ. სრული სიგიჟე, სრული. ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში იყო არაერთი სკანდალი იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, კეზერაშვილის უწყებასთან დაკავშირებით FBI-მაც კი დაიწყო გამოძიება, თქვენ გახსოვთ, ეს არ იყო ბართალია ბირთვული იარაღზე, მაგრამ იყო შესყიდვების სკანდალი, ანუ კორუფციული თემატიკა და ამერიკელები სამხედროების იყვნენ ჩართული ამაში. იყო არაერთი ინფორმაცია თემურ ალასანიას, მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან და მის ძმებთან თუ ბიძაშვილთან დაკავშირებითაც არაერთი ინფორმაცია. თქვენ რას ფიქრობთ? რეალურად ისევ ამ მიმართულებით ჭირდებოდათ ეს კანონი, ანუ აპირებენ ისინი იარაღით ვაჭრობაში გაფართოებას ბიზნესის თუ ბუნებრივია, იმიტომ რომ არ არსებობს ფულთან დაკავშირებული თემა, რომელშიაც საქართველოს ხელისუფლება თავის ბინძურ ხელებს ასე ვთქვათ ჩაყოფს. მე გაგახსენებთ მაგალითად შეიძლება ახლა გარემოსდაცვასთან არ არის კავშირში, მაგრამ ეს ჩვენი თემა იყო გეროინის ტრასის თემა, გახსოვთ თქვენ. ესეც საერთაშორისო კონვენციებით და იმითი კანონმდებლობით აკრძალულია საქართველოს ქვეყნების გამოყენება ნარკოტიკების, ძიმე ნარკოტიკების ტრანზიტისათვის.
მოგეხსენებათ, მაგრამ ახლა გაეროსა და შეერთებული შტატების ასე ვთქვათ მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ საქართველოს 7-8 ტონა, ესე იგი, სუფთა გეროინს ატარებს საქართველოს ტერიტორიაზე და ერთი წერტილიდან, ფოთის სპორტიდან ბორნების საშუალებით გადადის ევროპაში, წარმოიდგინეთ და ამას ადგენენ ძალიან მარტივად, იცით როგორ, იქ რო გადადის, იქ იჭერს ინტერპოლი. კაცრავად ზარია და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგესალმებით, თქვენ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. Алло. მოგესალმებით, ეთერში ხართ. გისმენთ, კალბატონო, გისმენთ. გისმენთ. სამწუხაროდ გაითიშა. ხო. ახლა მე ეს რატო გავიხსენე ეს მე მინდა ვთქვა რომ არ არსებობს ფულთან დაკავშირებული საკითხი, რომელსაც ისინი არ იკადრებენ. და ამის მიზეზია ეს ყველაფერი. ეხლა მე ბირთვულ რადიაციულ უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობდი, მე გაგახსენებთ 2007 წლის ჩვენ პრესკონფერენციას, რომელზეც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ის მასალები, რომელიც ჩვენ ფრანგმა მწვანეებმა მოგვაწოდეს, როდესაც ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბრძანდებოდა პარიზში და ფარული შეხვედრები მოაწყო ერთ-ერთ ატომური სადგურების მშენებლობის უმსხვილეს კომპანიასთან და პირობა მისცა, რომ საქართველოში ააშენებინებდა რეგიონალური მასშტაბის ატომური სადგურს, ესე ვთქვათ, რომელიც დაახლოებით 2 თუ 3 მილიარდი евро ჯდება. ეხლა ეს რეგიონალური მასშტაბი რა არის? ეს გახლავთ დაახლოებით აი ჩერნობილის, აი ტიპის ატომური სადგური, ან ფუკუსიმასის, მე სიმძლავრით გეუბნებით ამას ყველაფერს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი ატომური სადგური აქ რო იყოს, იმას რომ ამე მოუვიდეს, ან დივერსია მოხდეს, ან ომი დაიწყოს, ან რა ვიცი რაღაცა უბედურება, ავარია რაღაცა, ეს ნიშნავს დაგეგმილ გენოციდს ქვეყნისას. იმიტომ რომ გაგახსენებთ მე თქვენ, ესე ჩვენი მასალები არის, როდესაც გრიფი მოეხსნა საიდუმლო, ასე ვთქვათ, დახურულ მასალებს საქართველოში რადიაციულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩერნობილის მასალებმა გაგვაოგნა ჩვენ, იმიტომ რომ 2500 კილომეტრი დაშორებულმა ობიექტმა, აი ჩერნობილი არის დაახლოებით 2500 კილომეტრი დაშორებული საქართველოდან, როდესაც იქიდან ღრუბელი შემოვიდა 6 დღის შემდეგ, 1 მაისს საქართველოში 86 წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, აჭარაში, აფხაზეთში, კოლხეთის დაბლობზე ატმოსფეროში რადიაციული ფონი აწეული იყო 500.000 ჯერ. მე ესე იგი არ მეშლება 500.000 ჯერ. და ის ხალხი, რომელიც ამას ზომავდა, ის აპარატურა ასე ვთქვათ, იმას თავის შკალა აქვს და ვეღარ ზომავდა რადიაციას. ისეთი დონის რადიაცია იყო. და ეს გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. წარმოიდგინეთ, ეს მე გეუბნებით 2500 კილომეტრი დაშორებული ობიექტი. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩერნობილი საქართველოში ყოფილიყო. იაპონელებმა ვერ ქნეს ვერაფერი. წარმოიდგინეთ, ეხლაც პრობლემა არის. ეხლაც პრობლემა არის, ვერაფრით ეს ფოკუსიმა ვერ ჩააქრეს. ხო და ეხლა ასეთ რაღაცებს რომ გაიგებ კანონმდებლობაში რომ შეიტანენ ცვლილებებს და ფაქტურად ჩადებენ შიგნი იმას რომ გემუქრებიან რომ ასე ვთქვათ უნდა მოგწყვიტო და თუ ასე ვთქვათ დაგე რუსეთია ძმაო რომელსაც რა ვიცი ამოუვა თავში აგერ კიდე უამრავი ქვეყნებია გარშემო ლამის არის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და ჩვენ კიდე შუაში ვართ გაჭედილები აი ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში და აქ ასეთი ობიექტების შენებლობაზე ფიქრიც როგორ შეიძლება საერთოდ როგორ შეიძლება ამისანა რაღაცეებზე რა ფიქრი მე ეს რაც შეეხება ამ რადიაციას და ბირთვული უსაფრთხოების კანონმდებლობას ჩავიდა სეულში ჩემოლაშა სეულში გაიმა ეს კანონი რომ მიიღეს 2 დღეში ჩავიდა სეულში სადაც ბირთვული უსაფრთხოების ესე იგი სამიტი იმართებოდა ჯერ სააკაშვილს რა უნდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვერ მივხვდი ხო და იქ მოხსენება გააკეთა და იქაც მოიტყუა და იქაც ტყუილი თქვა რომ ესე იგი ეხლაო ჩვენო მივიღეთო ახალი კანონმდებლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების რომელსაც გავაძლიერეთო ბირთვული უსაფრთხოებაო რეგიონის წარმოგიდგენია თქვენ აი ამისანა რაღაცები ხო მაგრამ ამითი რომ თავდებოდეს ეს ყველაფერი კიდე ადამიანი რა ვიცი მე რა ესე ეხლა რას შენ თქვი ასე თქვა და შენ წამოიწყე ეს საკითხი პირველად შენ ჩაატარე პრესკონფერენციაში ან გარემოს დაცვის ასე თქვა კანონმდებლობასთან დაკავშირებით ხო ესე მახსოვს ხო ესე იყო რა შეეხება ეს არის მე არ ვიცი ახლა ფსიქიატრი მე არა ვარ მაგრამ რა ქვია ამას ფსიქიატრიაში ყველაზე მაღალი დონე რა დეპრესიული ფსიქოზი ხო ალბათ ყველაზე მაღალი დონე იმისი ფსიქიატრიული და ამის ვერ ახსნი ამით უნდა ახსნა იმიტომ რომ როგორ შეიძლება ესე იგი შეიტანო კანონში ცვლილებები და
ჩაწერო ესეთი რამ, რომ თუ ვინმე სუბიექტი ხელშეკრულებას გააფორმებს, ესე იგი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და წინასწარ გადაიხდის ფულს, ის განთავისუფლდება ყველა იმ დანაშაულისაგან, რომელსაც ის მიაყენებს გარემოს და აქედან გამომდინარე ადამიანებს. ეს შესაძლებელია, ეს დასაჯერებელია, თქვა ნორმალური ადამიანის, ხო, ეს დაუჯერებელია და ის მუხლები, რომელიც მათ ადმინისტრაციული კოდექსიდან ამოიღეს, რომელიც ესე იგი ითვალისწინებდა ჯარიმებს, სანქციებს, სასჯელებს და ასე და ასე. ეს არის დაახლოებით 80 თუ 90 მუხლი. და ეს რა მუხლებია, იცით? თუ ტყის, ესე იგი, ლიცენზიის მეპატრონე შეცდომას დაუშვათ და ხანძარს გაუჩენს ტყეს და გაწევს იქაურობას, არაფერი სანქცია მას ესე იგი არ დაეკისრება. თუ ვინმე, ესე იგი, შხამქიმიკატებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს ბუნებრივ წყალსატევებში, ესე იგი, ჩაასხავს ან ჩაყრეს, თქვა მდინარე არაქვში, რომელიც წყალმომარაგების სისტემაა თბილისის, ხო? იმასაც არაფერი, ესე იგი, არ ემუქრება. თუ მაგალითად ადამიანი მოჭრის ნაყოფიერ ნიადაგის ფენას, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს საზღვარგარეთ, მე უნდა გითხრათ, განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ქვიშის მეტი არაფერი არ არის და წაიღებს და გაყიდის, ამას უკანონოდ, ასე ვთქვათ, და გაანადგურებს საქართველოს ნიადაგურ საბადოს, ამაზეაც არაფერი, ასე ვთქვათ, სანქციები არ არის. თუ მიიტაცებს ტყის მასივს, პირდაპირ ესე, მიიტაცებს მის გვერდზე არსებულ ტყის მასივს, იმაზეაც არაფერ სანქციებს ესე იგი არავინ არ დააკეთებს და ასე შემიძლია უსასრულოდ ჩამოთვალოს სიგიჟე, სრული არანორმალურობა და პარალელურად ესეთი ჩანაწერია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ესე იგი გაფორმდება ეს ხელშეკრულება, ის იქნება 20 წელი, 30 თუ უვადოთაც შეიძლება თურმე ამ ხელშეკრულების გაფორმება, არავის არ აქვს უფლება არც ერთ მაკონტროლებელ სისტემას შევიდეს და გააკონტროლოს ეს სუბიექტი. რასაკეთებს იქ? ეხლა ნორმალურია ეს ამბავი? ეს არ არის მართლა შიზოფრენია უფრო დაბალი კატეგორია, ესე იგი დეპრესიული ფსიქოზი. ალბათ ყველაზე მაღალი კატეგორია. ბატონ გიორგი, მინდა კიდევ ჰესებზე ვისაუბროთ. ჰესებზე, ამას წინათ უყურებთ ტელევიზორს და გამოვიდა ერთ-ერთი პოლიტიკოსი და თქვა, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა არ შეიძლება. სადარ პოლიტიკოსების საქართველოს ძალიან ცოტა. ნუ ასე ქვია. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა, ექსპერტმა, მოქალაქემ, პოლიტიკოსმა არ შეიძლება, რომ ხელი შეუშალოს ამ პროექტების განხორციელებას და რამე პროტესტი კონდეს. ეგ ის პოლიტიკოსი ხო არ არის ამერიკული სიმინდის ტაროთი რო დარბოდა. არა. ხო. თქვენი არგუმენტები იქნება მოსახლეობას უფრო მეტად საზოგადოებას, რომელიც ნაკლებად არის ჩართული ან ნაკლებად ინფორმირებული, უფრო მეტად ავუხსნათ რა საფრთხეები შეიძლება მოუტანოს ამან და ასე შემდეგ. მით უმეტეს ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ. მე უბრალოდ ეხლა კანონმდებლობის ეს კასკადის განხილვა არ დამიმთავრებია და მაგას მივაბავ ეხლა ზუსტად იმ ბოლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეს ვერაკობალია, პურის ცხობელია თუ მოცეკვავია ბოლო-ბოლო. ეს ჩვენ ეკონომიკის მინისტრი. თუ ორივე ერთად არის. ვერაკი არა, კასანდრა ქობალია შეიძლება დავარქვათ. მას იმიტომ რომ წინასწარმეტყველის ფუნქციებიც ხო და ამიტომ მინდა თქვა რომ საზოგადოება უნდა იცოდეს. ალბათ საზოგადოება მიცის რა არის სეისმურობა, მაგრამ თუ ვისაც ესე იგი ეს მეცნიერული ტერმინი გონია, უბრალოდ აუხსნო. ტერიტორიის სეისმურობა ნიშნავს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრების ინტენსივობის გაზომვას. ანუ აი საუკუნეების განმავლობაში მიწისძვრები რო ხდება თქვა და ეს დადგენილია გეოგრაფიულად აღწერებით, რაღაცებით. ერთი ამბავი და დადგენილია რომ საქართველოს გარკვეული ზონებად არის დაყოფილი საქართველო და ზოგან არის 9 ბალიანი მიწისძვრების ზონა, ზოგან არის 8 ბალიანი, ზოგან 7 ბალიანი ზონა და ეს არის კანონის ძალის მქონე, ესე თქვა, გადაწყვეტილება, იმიტომ რომ როდესაც აქ რამე შენდება ამ ტერიტორიაზე, შენებელმა უნდა გაითვალისწინოს ტერიტორიების სეისმურობა და ბალიანობა, იმიტომ რომ წინანდელ შემთხვევაში თუ ის მიწისძვრა მოხდა, ტრაგედია მოხდება და ჩამოგენგრევა თავზე და ამოწყდება იქ ხალხი ხო როგორც ხდება ხოლმე რა. აი ზარია და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგესალმებით ეთერში ხარ, ზარია ისე. მოგესალმებით. ტელევიზორში იმაში რომ საერთოდ გაუნათლებელი როგორ შეიძლება ახლა რაღაცის მეცეძე ლაპარაკი როცა საერთოდ წყარო ხიდის მიაგდანაგურებს თავრობას შეიძლება ახლა ლაზიკაზე ლაპარაკი ახლა არაფერზე შემოგდებულია ეს თემა მეჩეთი რომ გადავიდეთ ყურადღება სხვაგან და ჩვენ ვიხედებით სხვაგან კაცო 1 ჰექტარი ნიადაგი იძლევა 700 კილო ორ ტონა ხორბალს ციცებურაზე მაქმე ხოდა 70 კილოს თავს გადათვალეთ ახლა რამდენი
იღუპება ეს და ჩვენ გენერატორი ხარ უნდა ვიყოთ მსოფლიოში. როაშენებს ეგ ელექტროსადგურებს. ხუთ შტატში ამერიკის შეერთებული შტატები ახლა არ დაუშვა სახელმწიფოს და ელექტროსადგურების შენებლობა. ნუ გიკლავთ დინარესო. წაიკითხონ ამერიკა 80 წლის ეს ჟურნალში წერია. დიახ. ჩვენ კიდე დებილები სუფთა. მაბატიეთ რა ემოციებისთვის. ჩვენ არა, ყველაზე ნუიტყვით თქვენ თავზეც ნუიტყვით ამას. ძალიან კარგია რომ ადამიანებს ესე აწუხებთ, იცით ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა თქვენი არასამთავრობო, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია მარტო ვერაფერს ვერ გახდება თუ საზოგადოების ასეთი მხარდაჭერა არ იქნა. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ წაინთა პარტია იწყებს ორგანიზებას 22 აპრილს დედამიწის დღე არის, თელეს საერთაშორისო ასე ვთქვათ, კაცობრიობა აღნიშნავს და ჩვენ გვინდა რომ ერთი მასშტაბური აქცია, ეკოლოგიური აქცია მოვაწყოთ თბილისში და ყველა შეგატყობინებთ, რა თქმა უნდა, ადგილსაც და თარიღს და ძალიან გთხოვთ, რომ ასე ვთქვათ, მიიღოთ ამაში მონაწილეობა და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გაგვწირეს ელემენტარულად რა. ელემენტ ამას თქვენ მეტი არაფერი ჩვენ გაგვწირეს იცით რა ვერანი ვერსად ვერ დაიმალება ახლა ვიღაცები ნაციონალურ მოძრაობაში რო არიან შემძრალები და ზოგი იმის ტაბურეტკის ქვეშ ზის და ზოგი ტაბურეტკაზე ერთ ისინი ვერ გადარჩებიან ატომური გოზის აფეთქებას ვერ გაასწრებენ ასე ვთქვათ ატომზე მინდა გავაგრძელო იცით ახლა შეგვაწყვეტინეს ბატონო გია სანამ სეისმურობას გააგრძელეთ მე უბრალოდ არა ვერ დავამთავრე იმიტომ საზოგადოება ვერ გაიგებდა არა აუცილებლად უბრალოდ მე არ მინდა დამავიწყოს ერთი თემა მაპატიეთ შეგაწყვეტინეთ 22 აპრილს რა თქმა უნდა სიამოვნებით მივიღებ ჩვენს მონაწილეობას გრინპისის მხარდაჭერა ჯგუფი ამ აქციაში უბრალოდ 17 აპრილს გვინდა სამის ნახევარზე ერთ-ერთ კონკრეტულ მაგრამ ძალიან მასშტაბურ თემაზე რომელზეც თათიამ შეკითხვა დასვა გარემოძრავ სამინისტროსთან გავაკეთოთ აქცია ეს ეხება ხესების და ტყეების გასხვისების თემას და შემდეგ უკვე 22-შიც რა თქმა უნდა მოვიღებთ მონაწილეობას 17-ში თქვენ გეპარტიჟებით და რაც მეტი აქტივობა იქნება ერთმანეთს მიებნება უკეთესია დიდი მადლობა რა თქმა უნდა აბსოლუტურად გეთანხმებით რაც მეტი იქნება აქტივობა მით უკეთესია ხო სეისმურობაზე ვსაუბრობდი ესე იგი ხო რა თუნდა იმას ახლა ბევრი ახსნა 2 წლის ბავშვმაც კი იცის რომ როცა აშენებ სახლს ან რაღაცა ნაგებობას იქ უნდა გაითვალისწინო მე როგორი მიწის დრო შეიძლება მოხდეს რომ ისეთი ნაგებობა აშენდეს რომ თავზე არ დაგემხოს მერე და ესე იგი არ ამოწყდეს შიგნი ხო ამიტომ კანონი არსებობს ასე თქვა ნორმატიული აქტები რომელიც ავალდებულებს ვიღაცას რომ რო ააშენებ კეთილინებენ და გაითვალისწინე ეს აი ახალი გადაწყვეტილებით ვერა ქობალიას მოცეკვავებს თუ ხაჭაპურის წყობელს თუ იმას რა ქვია შეთავსებით მოცეკვავს თუ პურის წყობელს მიეცა უფლება კორექტირება ზუსტად ვიძახი ფრაზას კორექტირება შეიტანოს ტერიტორიის სეისმურობაში ესე იგი წარმოიდგინეთ ახლა ჯადოქარი ვერაკობალია რომელიც დაждდება ვიღაცა მოვა ინვესტორი და შამაო იცით რა ქალბატონო ვერა ეტყვის ეს აქ ძალიან მაღალი სეისმურობა მიზდება სახლის შენებლობა იქნებ დამეხმარო და დაუწიოთ სეისმურობას აიღებს ჯადოს ჯოხს დაჰკრავს ჩვენი ვერა და იტყვის რომ აბა აქ აღარ მოხდეს მიწისძვრა. გია ცოცხიც გონია მას მე მგონია. ხო და ღამე და ფრინავს ხოლმე მიშასაბი. აი ესეთ ეხლა ჩვენ ვიცინით მართალია, მაგრამ ეს რამდენად სერიოზული ამბავია ხო წარმოგიდგენთ. ეხლა მე მოგესალმებით. ალო? მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგესალმებით ბაზოგიო ბაზოში. გამარჯობათ. მე მინდა ვიკითხო. სად არ აქტიურობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ საკითხთან დაკავშირებით? აგერ არა ვარ. მოგეთ. ცოტა აქტიურობს ამ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ გავუგზავნეთ მემორანდუმი სხვადასხვა პარტიებს და მოაწერეს ხელი რამოდენიმე თუ არ ვცდები. კი ბატონო, ამ ეტაპზე ხელი მოწერილი აქვს ესე იგი დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოს, მწვანეთა პარტიას უბრალოდ ფიზიკურად არ გადმოუცია, მაგრამ ასევე მოწერილი აქვს. იქნებ გავაცილოთ თქვენს კარგია რომ იცოდენ და ამასთანავე ხელი მოწერილი აქვს ჩამოთვალოთ მაინც იმიტომ რომ აინტერესებთ ადამიანებს თავისუფალ საქართველოს ქალთა პარტია შეუერთდა ეხლახანს სალომე ზურაბიშვილის პარტია შეუერთდა დანარჩენისგან ველით პასუხს და აქაც მინდა ხაზი გაუსვა ყველა პარტიას ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მოქალაქეებთან ვალდებულება გააჩნია რომ პოზიცია დააფიქსიროს ესეც საკითხი როცა საუბარია მასშტაბურ დატოვაზე საქართველოს მთელი მთიანეთის სანაპიროს საფრთხეში ჩაგდებაზე იმ საფრთხეებზე რომელზეც უკვე გია ისაუბრებს შემდგომში ამ თემაზეც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ეხება ძალიან ბევრი ადამიანის ბედს და თითქმის მთელი საქართველოს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. რა თქმა უნდა.
ეხლა მე სეისმურობა როგორც ესე იგი კასკადი სიგიჟეებისა როგორც ესე საკანონმდებლო ცვლილებებისა, იმიტომ ბოლოში მოაქციე, იმიტომ რომ ესეც მოხდა ბოლო გადაწყვეტილება იყო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენია ლაშა 45 თუ რამდენი ის უნდა აშენონ წყალსაცავი საქართველოში? 93. 83 გახდა? ალბათ ერთ კვირაში 183 გახდება, ხო? ეს იმაზეა დამოკიდებული ტემპერატურა როგორ იქნება ჰაერის, ხო? ჩვენ უფროზე როგორ იმოქმედებს, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ სიზავები რო ფარდოვდება, ხო იცით, ამ დროს ფსიქიური მდგომარეობა ცოტა მწვავდება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეხლა მთავარი აქ ის არის, რომ ეხლა წარმოიდგინეთ კაშხალი, რომელიც საშუალო დონის კაშხალი, საშუალო დონის წყალსაცავი დაახლოებით აჩერებს 400-500 მილიონ ტონა წყალს. აი ეს დაგუბებული რო არის და ეს კაშხალი და ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ეს კაშხალი მაგალითად თქვა 9-ბალიანი მიწისძვრების შემთხვევაში ზრდება ძალიან ძვირი. აი კომუნისტებმა როდესაც დაიწყეს ხუდონის მშენებლობა, მაშინ არ განისაზღვრა სეისმური. როგორ არ მაშინ ძალიან კაცრად უყურებდნენ ამ ამბავს. ძალიან კაცრად უყურებდნენ და ასე ვთქვათ ბალიანობა გათვალისწინებული არა მარტო ასე ვთქვათ იმ ტერიტორიის ასე ვთქვათ სეისმურობა იყო დამატებით კიდე უმატებდნენ ესე იგი რომ იმიტომ რომ პერსპექტივაში ხო შეიძლება კიდე რაღაცა განუსაზღვრელი რაღაცა მოხდეს. იმიტომ რომ საფრთხის შემცველია წარმოიდგინეთ ახლა ენგურის კაშხალი რო დაიშალოს მთელ დასავლეთ საქართველოს ჩაიტანს საზღვარში და რა მოხდება ხო წარმოგიდგენიათ ხო. მაგალითად ჟინვალზე ავარიის შემთხვევაში, მართლა დაიფაროს კატასტროფის შემთხვევაში 40 წუთში 9 საათშიც კი იქნება წყალი აღმაშენებლის გამზირზე. ეს ვისაც აინტერესებს და რა მსხვერპლი მოყვება თელ ამ ხეობაში თბილისის ჩათვლით განსაზღვრეთ. იგივეზე და უფრო დიდ მასშტაბზეა ლაპარაკი. თუ ზაფხულში მოხდა კიდე არა უშავს, იმიტომ რომ ხეები რომ მოჭრეს და აღმაშენებლის გამზირზე ხალხი ცოტა გაგრილდება იმ სიცხეში. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ეხლა მე რა მინდა ვთქვა, იცით რომ ეხლა წარმოიდგინეთ ეს კაშხალი რომელიც ამდენ რაოდენობა წყალს აგუბებს და 400-500 მილიონი და ეს რო გასკდეს და ეს რო წამოა. ეს არის უკვე გენოციდი. ეს უკვე გენოციდია, იმიტომ რომ თქვათ იმ კაშხლის ქვეშ იქნება უამრავი სოფელი, შეიძლება ქალაქიც მოექცეს, გააჩნიათ სად იქნება განლაგებული. ზარია ისე მოგესალმებით ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. მე ორი შეკითხვა მაქვს, კერძოდ აი ეს პროექტი რაც უნდა განახორციელოს დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიის რა ნაწილს დატოვებს, აი პროცენტულად. აი ჩვენ ხო ვიცით რომ 20% ტერიტორიის საგვარცხა რუსეთმა, იმის გამო რომ ამერიკამ საქართველოში ვერ უგონძრომლიყო დემოკრატიული ღირებულება და რუსეთმა ნახარა თავისი იდენტური სახელმწიფო განახორციელა თავდასხმა. აი ახლა ეს ტერიტორია რა პროცენტული შემადგენლობისა იქნება, რომელიც უბრალოდ უნდა დაიტბოროს, ხო? იქ ხო აღარაფერი არ იქნება წყლის გარდა და რა თქმა უნდა. მეორე მთელი მსოფლიო დაგვრჩინის ვინ შევა YouTube-ზე დარიელ კაფანაძესთან დაკავშირებით, რომ ესეთი აღმოჩენაა საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებით, რომ ეს მსოფლიო რევოლუცია ენერგეტიკაში და ქართველებს იმდენი ენერგია შეიძლება კონდეთ, რომ იქით გააკეთონ რეექსპორტი და მილიონები შემოიტანონ ბიუჯეტში და ეს ბლეფია თუ რა ხდება, იმიტომ რომ იქ არიან გერმანელი ექსპერტები, ამერიკელები, სხვადასხვა ხალხი ჩამოიყვანა და ამ კაცის პოვნა უკვე შეუძლებელია არის რომ განხორციელდეს, იმიტომ რომ ევროპაში გაარღვიეს მეცნიერება მაფია წყლის, გაზის და სათბობის და შემოიღეს ელექტროენერგიაზე გააკეთეს თავარი აქცენტირება მზის ენერგიას იყენებენ და ჩვენთან ეს ეთყობა გაიქიდან გამოდევნილი ცუდი ენერგეტიკოსები, რომლებიც არიან წყლის და ნავთობის და გაზის მაფიაში, ეხლა საქართველოში აკეთებენ ამის განხორციელებას. აი იქნება აგვიხსნათ, აი რა ფართობის ტერიტორია დაიკარგება საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ტბებად და გუბებად არ გადავიცეთ და ამ ტარელ ორიენტა რა ხდება ინტერნეტში, რატო გაუშვით ან სად არის ეს ტალანტი, რომელიც შეგვიძლია საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეობით გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ ყველა დაგვრჩინა. მადლობთ ბატონო, დიდი მადლობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 83 კაშხლის მშენებლობას გეგმავს ხელისუფლება, ალბათ ძალიან დიდი ტერიტორია დაიტოვება. ძალიან ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ამას სჭირდება პროექტები, დატბორვის ესე იგი ფართობები და ასე შემდეგ. ახლა შეიძლება რა თქმა უნდა გადავიანგარიშოთ თქვათ აი ენგურის ფართობზე და რაღაც ეგრე, მაგრამ არასწორ ციფრს ვიტყვით. ალტერნატიულ გზებს ძალიან დიდი რაოდენობა შემიძლია თქვა რომ ძალიან დიდი რაოდენობის ტერიტორია დაიტბორება. ალტერნატიულ გზებს რატომ არ განიხილავს ეს? მე ფული საიდან მოტეხონ?
მაგაშია ეცეთ პრობლემა, ის სწორს ამბობდა ეს ვინც დარეკა ეთყობა ღრმათ არის ჩახედული ამ საკითხებში, აი ევროკავშირთან დაკავშირებით. ევროკავშირმა სულ სხვა გეზია იყო. აი მე და ლაშა ვიყავით იმაში, რა ქვია, ტრიალეთში ტელევიზია, იქაც ვლაპარაკობდით ამაზე, რომ ასე თქვა 2008 წელში ევროკავშირმა მიიღო სრულიად ახალი ენერგეტიკული კონცეფცია, ქვია 20-20-20. ძალიან საინტერესო რაღაცა არის. და რა არის ახლა ეს 20-20-20? ეს არის 20%-ით უნდა შეამცირონ საერთოდ მოხმარება ელექტროენერგიისა და საერთოდ ენერგო მოხმარება უნდა შეამცირონ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგით. და ეს რა თქვა, იგივე ოჯახებისათვის ეს არის სულ ახალი ტიპის ასე თქვა ელექტრონათურები და ისეთი კი არა ეხლა რომ იყიდება საქართველოში თქვა ეს რა ქვია იმას სულ სხვა არის დიოდურ სისტემებზე აწყობილი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს 60 თუ 80 წელიწად. არ წყდება წარმოიდგინეთ თქვენ როგორი ფერის გნათებასაც გინდათ ისეც მიაღებენ და წვავს 12 ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას, ანუ ფაქტობრივად არ წვავს. შეგიძლიათ ესე თქვათ რა. მერე იქ სისტემებია თელი თბოიზოლაციის რაღაცა და მოკლედ აი ამ გზით და წარმოებებშიაც რა თქმა უნდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით და ამას სახელმწიფო იღებს თავის თავს დახმარებას ამ თვალსაზრისით და ამით უნდა რომ 20% შეამციროს საერთოდ ენერგეტიკის მოხმარება. მეორე 20% არის ის რომ აი ნავთობის, გაზის, ეს ორგანული საწვავი, ქვანახშირის, ესე იგი ჩანაცვლება უნდა მოხდეს 20%-ით ალტერნატიული ენერგო ეკოლოგიურად სუფთა წყაროები და სწორს ამბობს. აქ არის ბზის ენერგია, თერმიული ენერგია, ზღვის მიმოქცევის ენერგია, უამრავი ტიპის ენერგიებია. უამრავი ტიპის ენერგია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და ამით ესენი 40%-ით ამცირებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და წარმოიდგინეთ 500 მილიონი კაცი ცხოვრობს ევროკავშირში. 40%-ით ამცირებენ თავის დამოკიდებულებას, თქვათ, ნავთობზე, გაზზე და იგივე შეიძლება ითქვათ რუსეთზე მაგალითად. ხო, აქედან გამომდინარე. და მესამე 20 არის აქედან გამომდინარე 20%-ით დაგეგმილი აქვს სათბური გაზების შემცირება 2020 წლისათვის, ანუ CO2-ის გამოყოფა და ასე შემდეგ, რითაც შოთაშორის ეკონომიკურ ეფექტს იღება, იქ სხვა ტექნოლოგიები, ვაჭრობის სისტემებია და რაღაცები, მაგრამ ეს არის თანამედროვე მიმართულება. ასე მიდის შეერთებული შტატებიც, ასე მიდის ევროკავშირიც და ასე მიდის შოთაშორის არაბეთის გაერთიანებული ემირატების და ასე შემდეგ. მე მაგალითად გაოცებული ვიყავი მე მგონი საუდის არაბეთის ის ვნახე პროექტი რომელიც ახლა აქტიურად შენდება უკაცრავად ზარია ისევ შეგაწყვეტინებ და გავაგრძელოთ მოგესალმებით ეთერში ხართ გამარჯობათ მივესალმებით თქვენს სტუმარს ბატონია სალამი ბატონო ახლა ჩვენ ბატონია ისტრარის რა გვეშველება იმ ხრივ რომ ისედაც ძალიან დაპატარავებულ საქართველოს ტერიტორიულად ამ შემთხვევაში ისედაც ძალიან ცუდ ეკოლოგიურ პირობებში ყველანაირი იმითი მონაცემები საშინლად გაბინძურებულია ესეთა ამ დროს ვისარაქვია იხილება საკითხი კი არა გონი იქენ მიდის რომ აუცილებლად ეს მოხდება კიდეც ან დინარე ხრამის მიდამოებში ამ კოლხეთის დაბლზე აშენდეს ატომური ელექტროსადგური ეს ხომ არის დამაქცევარი და დასაქცევი საქართველოში და თუ არის ეს ასე მოხდება ჩვენ ბატონო მართლა დასაქცევი ყოფილა მაშინ საქართველოს მართლა ტრაფიკი დიდი მადლობა აეროპორტის ინფორმაციაზე საუბარი გია როგორც ჩანს აეროპორტზე გაჩნდა CNN-ის აეროპორტის ნაცვლად კომპანიაში გაჩნდა ის დადობა ხო იცი ის დობა არ შეიძლება ის არ არის CNN-ის ესე თქვა ინფორმაცია ვიღაცა სისტემატურად ეგეთ ინფორმაციებს ძებს ხოლმე მან თუმცა იქ ქვევით აქ მიაქციეთ ყურადღება მინაწერი რომ პასუხისგებლობას არ იღებს CNN-ი ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით ანუ არ ვიცი ალბათ ჩვენ შეგვიძლიათ რამე დავდოთ მაგალითად რომ სააკაშვილი გადადგა მაგალითად უცბად ხო შეიძლება ეგეთ რამე ძალიან ბოროტი ხუმრობა იქნება ეს იმიტომ რომ ხალხს იმედგაცრუება იქნება დიდი შემდეგ და ხო და ასე შემდეგ რა თქმა უნდა მე პირადად შემიძლია ეგეთი რაღაცა სანამ მე ვარ ცოცხალი და სანამ წვანეთა პარტია კიდე არსებობს ამ ქვეყანაზე ჩვენ არ დაუშვებთ საქართველოში ატომური საზღვრის მშენებლობას აი პირობას გაძლევთ ამისა ჩავთავთ ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე თუ რამე დასწრება და მეგობრობა და გავლენა გვაქვს და იცით რომ საკმაოდ დიდი გავლენა გვაქვს ჩვენ დასავლეთში ვართ ევროპის წვანეთა პარტიის ყველაზე ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური ძალის მქონე ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრები არ მიცოთ ამის საშუალებას მაგრამ ამათი ახლა მიზანი არის ძირითადად ის რომ ასე თქვა არჩელება მეტი ფული ასე თქვა მოხიონ ბოდიშით ამ სიტყვისათვის და აქედან ესე გაიქცენ მას სადაპირებენ გაქცევას ვერ გავიგე იმიტომ რომ
არ ამგონია ვინმე ასე თქვათ ესენი სადმე მიიღონ რა. ისევ რუსეთში თუ წავლენ, იმიტომ რომ ისევ თავის ფარულ მეგობრებთან თუ დასახლებიან იქ. ეხლა მე უბრალოდ თუმცა გია ხო. მე მინდა ჩაგიკითხო 2007 წელს მაგრამ ვერ დავამთავრე ეს თემა და იმიტომ ხო შეიძლება? კი ბატონო. ისე ბარგია, აი ქერმული წყლების გამოყენება. რატომაც არ იყენებენ არაფერს ესე რა თქო, სკანდინავიის ქვეყნებში შეიძლება იყენებენ და ჩვენთან არ არის მაგის შესაძლებლობა. როგორ არ არის? შესწავლილი ცალი ძალიან კარგად. თქვენ ჰიდროგეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი არსებობდა, ძალიან კარგი ძლავრი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უამრავი მონოგრაფია გამოცემული გეოთერმიულ წყლებთან დაკავშირებით, არაიონება, ტემპერატურები, სიღრმეები, ყველაფერი, მაგრამ არ აწყობთ ამათ დამიჯერეთ, იმიტომ რომ ბენზინში, გაზში კეთდება ძალიან დიდი ფული, ძალიან დიდი ფული. და ამიტომ რაში აინტერესებთ? მაგალითად აი ამ მოდი აი ჰიდროზე აი რო არის ამ ელექტროსადგურებზე ლაბარაკი. მოდი ერთ რაღაც ციფრს ვიტყვი უბრალოდ რა. ამ თუ ამათ აინტერესებთ საქართველოს ენერგეტიკული ესეთი განვითარება, მაგალითად მე შემიძლია გითხრათ ეგეთი რაღაცა, რომ ის უკვე არსებული რამდენი 14 თუ 15 ჰიდროსადგური რო არის საქართველოში, ხო? ის იმათი გამომუშავება ელექტროენერგიის არ არის მიახლოებულიც კი იმ საპროექტო სიმძლავრეებთან, რომელიც ასე თქვათ იმათ როგორც დაიგეგმა რა. თუ იქ მოხდება ტექნოლოგიური, თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანა, ტურბინების ასე თქვათ გამოცვლა და ასე შემდეგ, შესაძლებელია 30%-ით, როგორც მე სპეციალისტებმა მითხრეს, 30%-ით მეტი ელექტროენერგიის მიღება უკვე აშენებულისაგან. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ და ეს არის დაახლოებით ეხლა 9 მილიარდია მე მგონი გავს 3 მილიარდი კილოვატ-საათზე არის ლაპარაკი რეალურად ეხლა რამდენი ხუდონგესი ეხლა ეს 3 მილიარდი გამოდის 5 ხუდონგესი ხო არის და ეს ასე მიღებული ელექტროენერგია 3-ჯერ 4-ჯერ უფრო იაფიჯდება ვიდრე ახალი ააშენონ და რაღაც ერთიანი გან ეს ამათ მარიციან როგორ არიციან მაგრამ ის შენებლობები რო დაიწყება და ეგიდან მაყუთის კეთება ბოდიში ერთ ლაპარაკი ფულის კეთება რო დაიწყება და ასე თქვათ და მოტეხვები და ასე თქვათ მთელი ამბავი ის უფრო აწყობთ ბუნებრივია თორე რა უნდა აგე რა ყველაფერი გზათ არის ძმაო აშენებულია მიდი და გინდა ინვესტორი შემოიყვანე და მოიპარეთ იმაშიც ფული კი ბატონო თვალებს დავხუჭავთ ოღონდ ის იმის რეაბილიტაციები გააკეთეთ რაც არის ჯერ გია მე მინდა დავბრუნდე ისე ატომური სადგურების თემას ორი სიტყვით იმიტომ რომ მე მინდა გავახსენო მაყურებელს 2007 წელი მართალი აეროპორტი არ არის სერიოზული ასე ვთქვათ საინფორმაციო წყარო ეს არის ფაქტურად ფორუმი CNN-ზე როგორც ბერგვერტს გააჩნია თავის ფორუმს სადაც მსურველები წერენ საკუთარ ას მაგრამ ვერსია ეს საკმაოდ დახვეწილი ვერსია იყო იქ მოტანილი და ისინი გვახსენებდნენ იმ პერიოდს როდესაც მე შენ და კიდევ რამოდენიმე ადამიანი და ორგანიზაცია ვიბრძოდით იმისაც რომ მართლაც რეალურად არაეშენებინათ ატომური სადგური ის პროექტი არ განხორციელებული იყო რომელიც იმ ფარულ შეხვედრას მოყვა სააკაშვილისა და ფრანგული კომპანიისა რომელიც უკვე ახსენე აქედან გამომდინარე რას ფიქრობ ამოღება ატომური სადგურის კანონიდან მიუთითებს თუ არა უახლოეს მომავალში ამ გეგმების გაცოცხლებაზე რომელიც უკვე ჩვენ ერთხელ ვახსენეთ ყველაფერი ეს რაზეა ჩვენ ვისაუბრეთ ეს თელი ცვლილებები არა მარტო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისგან ყველაფერი არის დაკავშირებული აი ამ გიგანტურ რაღაცა სიგიჟეებთან ანუ დიდი ფულის ამბებთან თქვენ თუ დააკვირდებით ამათ პატარა გეგმები არა აქვთ გიგანტური იდეები აი ლაზიკაზე იყო ლაპარაკი ხო ლაზიკა მაგალითად გადაიანგარიშოთ დაახლოებით როგორც ესენი აბრახუნებენ ხო მარტო კორპუსების შენელობას უნდა 14 მილიარდი დოლარი ანუ ესენ დიდი ფულის წყაროს ეძებენ იქიდან რაგორმე დიდი ფული მოტეხონ ამაზეა თელი ორიენტირი აგებული გესმით რა შეასახვა ამისის ყველაფერი ეხლა ეს რა ჩვენ ძეგლები ყველაფერი აბსოლუტურად კულტურული მემკვიდრეობა მოსახლეობა გარემო რა ვიცი ყველაფერი აბსოლუტურად ეს იცით რა არის აი ძალიან ესე რომ წარმოვიდგინოთ აი საქართველოს გამოიტანეს ამათმა აუქციონზე აი ესე პირდაპირ გამოიტანეს და ეუნებიან ვიღაცებს. ნუ ალბათ უფრო ჩრდილოეთს, იმიტომ რომ ნორმალური ინვესტორი ასეთ პირობებში არ შემოვა. არც ამერიკელი, არც ევროპელი, იმიტომ რომ პასუხისგებლობას ეს სიგიჟეზე ვერ აიღებს, ხო? ისე შემოვა პოლიტიკურად დაინტერესებული, ვინმე იქნება, ან თურქი იქნება, ან ჩინელი იქნება, ან რუსი იქნება, ვისაც ტერიტორიად ჭირდება. და ამაში ფული არ ენანებათ. ეს არის აუქციონზე გამოტანილი ქვეყანა, რომლის პირობაში დევს. მობრძანდით, ფული მოგვეცით, რაც გინდათ ისქენით. გაანადგურეთ
მოსახლეობაც მიაყოლეთ ზემოდან. ზარია, ისე მოგესალმებით ეთერში ხართ. მარტივად კიდევ გასაკეთე შემოგვიდგა მე ბუნების დაცვაში მუშაობდი 80 წელს და შემოვლინოა თელი საქართველოს ფეხით 250 წელსაცავი იყო და აი ადგილებში სადაც წელსაცავია ნესტიანობა მატულობს და 200 წლის კაკალიც კი ვერ მიპოვე მე 50 წლის კაკალი და სხვა მცენარეები სულ ბერდება უფრო ხუჯერ ადრე ვიდრე ეს ხადი ადამიანებს მოქმედებს იმიტომ რომ სინესტიანობა არა სოკოების გამჟღავნების არეალია უკვე სივრცე სწორედ მაგაზე იყო რომ გამანთავისუფლეს და კინაღამ ფსიქიატრიაში ჩამაგინეს და ბუნების დაცვაზე მე ერთი წელიწად მე არ მეყოფა სალაპარაკოდ დაღუპულები ვარ თუ არ აღიქრა თუ არ შეიკრა ხალხი უნდა შეიკრას ერთი პარტია რომელშიც არ იქნებიან პუჩისტები ეროვნული ბატონ ჩემო, არ გახვიდეთ ეთერიდან ძალიან გთხოვთ თქვენი ტელეფონი დაგვიტოვეთ, ესეც საინტერესო ხალხთან ურთიერთობა მეც მაინტერესებს, გიასაც საინტერესებს, დარწმუნებული ვარ, ვისაც აქვს. დატოვეთ, აი ხა ეთერიდან გაგიყვანთ, თქო არ გათიშოთ, თუ შეიძლება ზარი არ გათიშოთ და ოპერატორს თხოვეთ, რომ შეგიძლიათ ჩაწერა? მაშინ გამოაცხადეთ თუ შეიძლება ტელეფონი თქვენ. ტელეფონი რომ დაიკავშირდეთ ბატონ ჩემო, შეგიძლიათ? მე და ვიციან ჩემი ტელეფონი. მაშინ მე გამოგიცხადებ და დამეკავშირდით თუ შეიძლება. 593 941 593 941 941 ამდენი დრო არა გვაქვს ბატონო ჩემო 593 941 942 941 942 მადლობთ 942 2 აჰა კარგით კარგად დიდი მადლობა გია თუ შეიძლება გავაგზავნოთ ხო, ესე იგი, ხო, რო დიდად ორიენტირებული რა დიდი ასე თქვათ პროექტები, რომელსაც დიდი ფასი აქვს და დიდი ფულის მოტეხვა შეიძლება აქედა. თუმცა მე უნდა გითხრათ, რომ არც ერთი ეს პროექტი არ განხორციელდება, თქვენ იქნებით ამის მოწვე. ჯერ ესეთი 2012 წელია და გარდამტეხია და ესენი ვერაფერს ვერ მოასწრებენ. და იმედი აქვს თელ საზოგადოებასა და ჩვენს რომ რეალური რადიკალური ცვლილება მოხდება ამ ქვეყანაში და ბულობულო წერტილი დაესვება რაღაცა არანორმალურ ამბავს რა. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ გავიღვიძებ რომ ასე ვთქვათ ფსიქიატრულ საავადმყოფოში ხო არ ვცხოვრობ ან რაღაცა ესეთი რაღაცა იმიტომ რომ ტელევიზორის ჩართვის მეშინია გულწრფელად მინდა გითხრათ რა განსაკუთრებით რუსთავიორის იმიტომ რომ 24 საათი ჯერ ეს კაცია შიგნი ხო და მე რეებს ლაპარაკობს კაცო როგორ შეეტია ხო იმ დღეს მაგალითად გუშინ ესე იგი თუ გუშინ წინ არ მახსოვს რაღაცა სადღაც იყო ვიღაცა ეს პოლიციელები ყავდათ გადაცმული იმათ რა ქვია მუშებად და ისინი ყავდათ გარემოცვაში და ხო და იქ ამბობდა რომ ხალხი იარაღს მთხოვსო ესე იგი აბა რეზერვს რო ვაკეთეთო ჩვენებით კი არ ვარ და ესო ნებაყოფილი და ხალხი იარაღს მთხოვსო მეო ეხლა ეს რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ახლა ამაზე ხო მაგალითისთვის მომაქვს ხო ამიტომ ჩვენ ვარ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე რა ყველანაირად ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვარ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა ანუ ეს ჭირი არ მოშორდა ამ ქვეყანას ჩვენ ვართ განწირულები ვერავინ ვერსად ვერ დაიმალება და ვერსად ვერ გაიქცა მოგესალმებით ეთერში ხართ გამარჯობა. მოგესალმებით. მე რატო დავრეგე ეს? ბატონმა გიამ თქვა რომ მე არ შევეწინააღმდეგები ატომური სადგურის აშენებას და არ დავანებებოდა. მე რაღაცა ეჭვი და სკეპტიციზმი მაქვს ამ თქვენ ოპტიმისტთან დაკავშირებით რომ იცი რატო ჩვენი საზოგადოება ქართველი ხალხი ამის უნარს მოკლებულია. ჩვენი საზოგადოება კი არა ამერიკაში ამერიკელი ხალხი ყველაფერს ვერ აკეთებს. მაგალითად არის ასეთი ფილმი დოკუმენტური ვინ მოკლა ელექტრომობილი. და იქ გადაღებული არის თუ რა კარგი არის ეს ელექტრომობილი გამოგონებული და რამოდენიმე ესე გასეული გამოუშვეს ხალხი ცნობილი ადამიანები ხმარავდნენ ამას ესე იგი და ყველა აქებდა ამას მაგრამ უცბად ამ თავრობამ ამოიღო ეს ელექტრომობილები და ყველა გაანადგურა დაჭეჭყა და ესე იგი დაჭერა და გაუხსნა ესე იგი მეტალონში რა აი ამერიკელები თვითონ ეს ცნობილი ხალხი განვითარებული ცივილიზებული ხალხი ვერაფერს ვერ აკეთებს თავრობის წინააღმდეგ და ჩვენმა ქართველმა ხალხმა რა უნდა გააკეთოს ახლა რასაც უნდა იმას აკეთებს და რასაც უნდა იმას გააკეთებს თქვენ რა გქონიათ რომ შეეწინააღმდეგები ხალხი არ დაგედგება გვერდზე და რის გამკეთებელი ხარ ბატონო
ნუ იქნებით პესიმისტები, მე უნდა გითხრა, ჯერ ესეთი ის პესიმისტები კი არა, რეალისტები ვარ. არა, რეალისტები როგორ ახარ, ჯერ ესეთი ლაპარაკობთ დოკუმენტურ ფილმებზე, რომელიც არის 20 წლის წინანდელი. ჩვენც აქვს აქ ფილმები ნახე. ეხლა ესა და თუ თქვენ თანამედროვე ამერიკაზე ლაპარაკობთ, თანამედროვე ევროპაზე, ყველა მსხვილი კომპანია, მანქანათმშენებელი უშვებს უკვე ელექტრომობილებს და ჰიბრიდულ ძრავებით და იმითი და ბაზარზე იყიდება უკვე და ეხლა 20 და 25 წლის წინათ, როდესაც ნავთობის კომპანიებს მიქონდათ მართალი ბრძანდებით, ესე იგი და პოლიტიკაზე მაშინ კი იყო ესეთი ამბავი და ხელს უშლიდა, მაგრამ შეიცვალა ეპოქა. ეხლა გითხარით ის კონცეფცია, რომელიც ევროპის კავშირმა ასე თქვა მიიღო 2000 და ოფიციალური კონცეფცია გახლავდა, ამაში ბიუჯეტია ჩართული და ყველაფერი და დაანებეთ ამ 20-35 წლის წინანდელი, ესე იგი ინფორმაციების, ასე თქვა, ინტერნეტში ნახვას რა. წავიდა ეგ დრო. თან ეს რასაკეთებენ, იცით, რუსები თარგმნიან ამ ძველი მეებს, რა ქვია, რუსულად და დებენ ინტერნეტში და აჩვენებენ როგორც საბჭოთა კავშირი, აი როგორი ცუდები არიან ამერიკელები, როგორი ცუდები არიან ფრანგები, როგორი ცუდები არიან ისინი, ესმის და წავიდა. ერთ საკითხში ვეთანხმები მაყურებელს, იმიტომ რომ ნამდვილად პასიურია საზოგადოება და ინერტული ძალიან ბევრი საკითხის მიმართ, იმიტომ რომ სხვა პრობლემები აქვს დაუშვათ სოციალური და ასე შემდეგ ეკონომიური. აი თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს ამ ყველა პრობლემიდან, რაც დღეს ხდება, გარდა იმისა, რომ ეს გამოსავალი ის არის, რომ საზოგადოებამ უნდა გაიცნობიეროს ბოლომდე თუ რასთან აქვს საქმე. იცით, საზოგადოებაში არის ხოლმე ესეთი, არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, მთელ სოფლიოშიც ალბათ ესეა, რომ სადღაც უბედურება რო ხდება, იმათ გონიათ, რომ იმათ არ ეხებათ ეს ამბავი. მაგრამ უკვე მოვიდა დრო, აგერ რა, ჩვენ წინ მოხდა ერთი კვირის წინ დამთავრდა პროცესი, რომელსაც გვითხრა ჩვენო, თქვენ სულ ყველა გაგწირეთ. თქვენი შულებიანად, თქვენი იმიანად, რასაც გინდათ, ესე იგი იმას აგიშენებთ, იმას დაგაშენებთ, იმას ჩაგასხავთ პირში, მოკლავთ, ამოგწყვიტავთ და ხო და ერთადერთი სწორი ხარ, ჩემო ლაშა, ერთადერთი დარჩა რა, რომ ოფიციალურად გაყიდონ ლიცენზიები ქართულ მოსახლეობაზე ნადირობისათვის. თუმცა დარჩა ეს და არ გამიკვირდება, გურცველად მინდა გითხრათ, რომ ეგეთი რაღაცა მოხდეს. ზარია, ესე მოგესალმებით ეთერში ხართ. ბატონო, თქვენ ამბობთ ჰიბრიდული არ ვიძახით, მე ვიძახით ელექტრომობილებზე. რატო არ არის ელექტრომობილები გაყიდვაში? როგორ არ არის, რას ლაპარაკობთ, გამოფენები ეწყობა და მთელი აუქციონები, რას ლაპარაკობთ, კაცო? რაღა დროს ელექტრომობილი, სადა? ეს არის ჰიბრიდული და არა ელექტრომობილი. ჰიბრიდულიც არის, ელექტრომობილიც არის და უფრო მეცაც ეტყვით, შეკუმშულ ხაერზე მომუშავე მოტორებიც გამოუშვა ინდოეთმა ეხლა და თუ გინდათ შეუკვეთეთ, შედის ინტერნეტში და ჩამოგიგზავნიან აქა. ხაერზე მუშაობს. ბალონები აქვს, შეკუმშული ხაერია და გადის 200 კილომეტრს იმით. წავიდა უკვე 15 წლის წინანდელი ინფორმაციები ეგა. ორი სიტყვა მინდა დავამატო ელექტრომობილებთან დაკავშირებით. ტექნოლოგიები ვითარდება, რა თქმა უნდა, ხელშეშლა პირდაპირ თუ არაპირდაპირი ფორმით ნავთობკომპანიებიდან იყო და იქნება, მაგრამ თქვენ ვერ დაგეთანხმებით ერთ რამეში, რომ საზოგადოების მოქმედებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რო არ ემოქმედებს საზოგადოებას, ვერც ამ დონემდე მოვიდოდა ამ ტექნოლოგიების დანერგვა ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში, რაც არის უკვე საკმაოდ მასშტაბით წარმოდგენილი. უკრაინამ ააშენა ეხლა ხან სხვათა შორის უზარმაზარი მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური, საკმაოდ საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურის მოცულობის, ძალიან დიდი და უკვე ძალიან ახლოს არის ჩვენ საზღვრთან ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ საზღვრებში ეს ვერავის ვერ შემოვა, სანამ ამის გავსხელება იქნება, რომლის ინტერესებში არ ჯდება აღნიშნული, იმიტომ რომ ძელვადიანი ბიზნესი მათ არ აინტერესებს. გია, მე რა მინდოდა მე მე მინდა ერთი რამე დავამატო, თუ გვაქვს დრო არც ვერ ხედავ. სააკაშვილის გამოსვლა მინდა გაგასწავლო. გია მახსენდა გამოსვლა ეხლა როცა ატომურ ენერგეტიკაზე საუბრობდა სააკაშვილი და გეგონება მან აგრძალა, როცა ეხლა ხან შეცვალა კანონი და ჩავიდა და საპირისპიროს ამტკიცებდა გაეროს სამიძე და ელექტრომობილებთან დაკავშირებით. ისე იგი ისეთი გამოსვლა ქონდა მიხეილ სააკაშვილს, რომ არ გწონოდა ვინ არის გაეროს ტრიბუნიდან. შეიძლება მოგწონებოდა ეს ადამიანი, მაგრამ მე ვიჯექი კომპიუტერთან წერდი და ვიღაც საუბრობდა საკმაოდ კომპეტენტურად, რა კარგია ელექტრომობილები და ეს როგორ იცავს გარემოს და სხვა ყურს კარგად ესე იგი მოერგო ეს ფრაზა და გავხედე სააკაშვილი და არ ველოდი და კიდევ შევხვდი. ეს ადამიანი არის ბოროტი ბენდერი სამწუხაროდ და მე მინდა ერთი რამე, აი მეორეჯერ შემოვიდა ადამიანი და განუმარტო ერთი რამე, რომ ეხლა უკვე ესეთი სიტუაცია დედამიწაზე და კიდე შეერთებულ შტატებში და კიდე ევროკავშირში, რომ კონკურენტები ერთმანეთთან ნავთობისა და ესეთ ალტერნატიული ენერგეტიკა აღარ არის და რატო? იმიტომ რომ სულ 20 წლის მარაგები დარჩა შეერთებულ შტატებს გაზისა და ნავთობის.
ამიტომ ისინი პირიქით თვითონ ნავთობკომპანიები არიან დაინტერესებული, რაც შეიძლება თითქოს შეინარჩუნონ ეს რესურსები და მეტი ალტერნატიული ენერგიის წყაროები არსებობდეს. იმიტომ რომ ნავთობი და გაზი მარტო ასე ვთქვათ ენერგორესურსი არ არის, ქიმიური მრეწველობის ისინიც არის ნედლეულის და შესაძლებელი ამერიკას უდგას ძალიან სერიოზული პრობლემა შეერთებოდა ისე როგორც ევროკავშირს, საიდან მოიტანონ ასე ვთქვათ ენერგია. ამიტომ ეხლა კონკურენტები კი ახლა უკვე თანამშრომლობენ და ბევრი დიდი ასე ნავთობკომპანია პირიქით აფინანსებს ესეთ ალტერნატიულ ენერგეტიკას. რა თქმა უნდა, იმიტომ ვიძახი რომ ეს მაშინდელი ინფორმაციებია, როდესაც ნავთობკომპანიები ვიდა რომ ულევი მარაგი აქვთ ასე ვთქვათ რესურსის და შეეძლოთ ებატონათ ასე ვთქვათ გაუთავებლად. ეხლა საკუთარ კაპიტალს უფრთხილებიან რა და დაემთხვა ესეთი რაღაცები ერთმანეთს. საერთაშორისო კამპანიაში რა იგულისხმება, რაზე თქვენ ეს ჩვენ გუშინ პრესკონფერენციაში ეს ნიშნავს იმას, რომ გუშინ ჩვენ უბრალოდ გუშინ წინ უკვე ღამე ჩვენ ოფიციალურად ინგლისურად თარგმნილი ის ტექსტი, რომელიც რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, უბრალოდ მოკლედ რა თქმა უნდა, ეს არანორმალური ამბები, ყველაფერი ჩამოვაყალიბეთ გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად და დაუგზავნეთ დაახლოებით 380 სუბიექტს სოფლიოში. ესენი ვინ არიან? ესე იგი პირველ რიგში რაც ჩვენი ინტერესი იყო, რა თქმა უნდა, დაუგზავნეთ სოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს, გაეროს შესაბამის სტრუქტურებს, რომელსაც ასე ვთქვათ, რომლის კონვენციებთან ვართ ჩვენ შეერთებული გარემოს დაცვის ეს ოფიციალურ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, ევროკავშირი, ევროკომისია, ევროპარლამენტი და მაგრამ ყველა სუბიექტს, ყველა მწვანეთა პარტიას, რომელიც კი არსებობს დედამიწაზე. როდესაც ჩვენ ახლა რაღაცა ურთიერთობა გვაქვს, რა თქმა უნდა ცალკე ევროპის მწვანეთა პარტია, რომელსაც კიდე თავისი ქსელი აქვს, იმან ცალკე ასე ვთქვათ, თავისი ქსელით ასე ვთქვათ, გაავრცელა კიდე ეს ჩვენი განცხადება, ესე ქვია SOS გადავარჩინოთ საქართველოს ეკოციდისაგან. და უკვე ჩვენ გამოხმაურებები დღეს მაგალითად 3 გამოხმაურება მივიღეთ და ძალიან გამიკვირდა სომხეთი პირველი მოვიდა სომხეთის მწვანეთა პარტიიდან. ჩვენ სომხეთის მწვანეთა პარტიას არ გაგვიგზავნია. ეტყობა რაღაცის რომელიღაცა ქსელის საშუალებით მივიდა და სომხები გვეუბნებიან თქვენ გვერდზე ვართ ძმებო. ხო და ეხლა ველოდები ნელ-ნელა ხა დასავლეთიდან ეს ყველაფერი ასე თქვა აკუმულაცია უნდა მოხდეს და ჩვენ გვაქვს ესეთი გეგმა რომ როდესაც ეს კრიტიკული ასე თქვა რაოდენობა დაგროვდება, მე ჩვენ მათ უნდა ვთხოვოთ რომ 22 ასე თქვა აპრილს როდესაც არის საერთაშორისო დედამიწის დღე და ისინი თავის აქციებს ატარებენ, ხო, გერმანიაში იქნება თუ საფრანგეთში თუ იტალიაში თუ რა ვიცი არაბეთში, რომ საქართველოს საელჩოების წინ აი ამ ლოზუნგით რომ გადავარჩინოთ საქართველოს ეკოციდისაგან მოაწყონ ასე თქვა ხო 22 აპრილს ესე იგი ყველა მოაწყონ შესაძლებლობა იქნება ეს აქციები. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კია მობრძანებისათვის, იმედია ხო კიდე მე ესე იგი ვთქვი ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ გუშინ მოგვივიდა უკვე პასუხი რომ რეგისტრაციაში გატარდა სარჩელს ქვია გაჩეჩილაძე, ანუ მე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა იმას, რომ იურიდიულმა პირმა უჩივლოს, ეგეთი უცნაურობა მე არ გამიგია, ფიზიკურმა პირმა უნდა უსრულოს და ამიტომ მე და პარლამენტი გავდივართ რინგზე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კია მობრძანებისთვის. მეორე ჩხარტაშვილს რა იყო და მეორე სარჩელს სამწუხაროდ მეორე ჩხარტაშვილიც არსებობს? ჩვენ პირველმა განაცხადეთ სარჩელის შეტანის თაობაზე, მაგრამ თქვენ შეტანა დაგვასწარეთ, ჩვენ ახლა შეგვაქვს ეს სარჩელი და სამწუხაროდ იმას ერქმევა არა გრიფისის მხარდამჭერე ჯგუფი პარლამენტის წინააღმდეგ, არამედ ჩხარტაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ. ხო, იმიტომ რომ ესეა. და ხო, მაესტროს სიუჟეტის სათაურის არ იყოს, რომელსაც რატომღაც ჩხარტაშვილის სარჩელი ერქვა, თუმცა სიუჟეტში სწორად იყო ნათქვამი, რომ ჩვენმა ჯგუფმა შეიტანა, უკვე სარჩელის სახელწოდება ესეთი იქნება, მაგრამ ეს არ არის მთავარია, რომ ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ საქართველოში არ იყიდებოდეს პოლობის ლიცენზია. პოლობის ლიცენზია თქვენ თვითონ შეიძლება გაიყიდოს. უკვე იყიდება, იმიტომ რომ მოწამვლის რადიოაქტიული დაბინძურებით შეიძლება გაცილებით მეტი ადამიანის დახოცვა, ვიდრე დასრული ტყვით. თუმცა შედეგი ორივე შემთხვევაში ერთა იგივეა, მაგრამ მასშტაბი მეტია. ამიტომ მოდით ვიბრძოლოთ საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი თანამამულეები დახოცვისაგან, ატომური კატასტროფისაგან და საყვარელი ადამიანებისთვის, საყვარელი ქვეყნისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, რომელსაც ემუქრება დღეს მიხეილ სააკაშვილი პირადად. გემშვიდობებით, მომავლის იმედით. ნახვამდის.